მოგესალმებით, მე ვარ ლევან საკარაშვილი, ვინც არ ვიცნობს, ვინც იცნობს იმათაც მოგესალმებით. და დასაწყისისთვის მაინტერესებს ვინხართ თქვენ, ვინც არ ვიცი ვინხართ. ანუ მაინტერესებს არის თუ არა თქვენ შორის ვინმე, ვინც არის სტუდენტი, არამედ აბიტურიენტი, არის სკოლის მოსწავლე. შენი ვარწე. არის. გასაგებია. იდეაში ანუ ჩაფიქრებული მქონდა ეს ლექცია ადამიანებისთვის, რომლებიც საერთოდ ვერ ეკვირიან თანამედროვე სახელმწიფო ლიტერატურულ და ასე შემდეგ პროცესებში, ან ადამიანებისთვის, რომლებიც არიან სკოლის ბოლო კლასის მოსწავლეები. შეიძლება ზოგი თქვენისთვის რაღაცა ზედმეტად ადვილი იყოს, ზოგი თქვენისთვის რაღაცა მაინც ახალი. და დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაცები მაინც ახალი იქნება არაერთი თქვენგანისთვის. თემა არის ესეთი პოსტმოდერნიზმის დამწყრობისთვის, ანუ რა აქვს საერთო შრეკსა და სუნამოს ერთმანეთთან. ლაპარაკია ფილმზე, რომელიც ყველა თქვენგან ალბათ იცით, მულტიპლიკაციის ფილმზე შრეკი, იმედი მაქვს ყველას ნანახი გაქვთ და რომანზე, პატრიკ ზუსკიების რომანზე სუნამო. ამ ყველაფერს შევეტაკე არა იმიტომ, რომ მე ვარ კინომცოდნე, არამედ იმიტომ, რომ ვარ ლიტერატურასწავლე და გერმანისტი. და იმიტომ რომ მეყავს პოსტმოდერნიზმი, მifat იმისა, რომ პოსტმოდერნიზმის ძალიან ბევრი აკრიტიკა. ჩემ ხმა გესმით ხომ მე? ეს აღჭირდება. ჩემი გეგმა არის ესეთი. დავიწყებთ ზოგადად ჯერობას იმით, რა მიმართება აქვს ერთმანეთთან პოსტმოდერნიზმი და მოდერნიზმი, ამაზე დიდი დავა წემდე დასავლეთში და სხვადასხვა ვერსიებს წავაწყდებით, მე შევწევი მოკლედ გაგაცნოთ დისკუსია აქტუალური და საბოლოო დასკვნები თავადაც შეგიძლიათ გამოიტანოთ იქიდან, რასაც ვილაპარაკებთ. შემდეგ გაგაცნოთ პოსტმოდერნიზმის ისტორიულ წანამძღვრებს, ანუ საიდან შეიძლება ვთქვათ, რომ იწყება პოსტმოდერნიზმი და რა განაპირობა იქ ისტორიულად. შემდეგ ვილაპარაკებთ მსოფლმხედველობრივ წანამძღვრებზე, მეცდები ძალიან მარტივად გავაკეთო ეს ამბავი, რომ ხული არ განიცდეთ. და მე გადავიდე იმაზე, რაც არის მთავარი, ანუ პოსტმოდერნიზმის ლიტერატურაში, შრეკი რამდენად შეიძლება მივიჩნიოთ პოსტმოდერნიზმის ნაწარმოებად. და ფიქრობ შეკი იმიტომ ავირჩიეს სწორედ, რომ შრეკი არის ძალიან მარტივი მაგალითი ამ ყველაფრისთვის და ყველაზე დიდი მედგაცრუება მაქვს ხოლმე, როდესაც ვკითხულობ ჩემს სტუდენტებთან, გაქვთ თუ არა შეკი ნანახი, როცა ვხსნი პოსტმოდერნიზმს და აღმოჩნდება ხოლმე, რომ არა. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ შორის აბსოლუტური უმრავლესობას ეს მუდმივი ნანახი აქვს. და ბოლოს გადავალ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ რომანზე, ეს არის ზუსკინის სუნამო და სუნამოს შემთხვევაში შრეკის შემდეგ თქვენთვის ბევრი რამ უფრო მარტივად გასაგები გახდება და უფრო გაგიაზრდებათ დააკავშიროთ პოსტმოდერნიზმის კონტექსტთან ეს ნაწარმოები. ასეთია გეგმა. მოდი დავიწყოთ სიტყვით პოსტმოდერნიზმი. ძირითადად ისმის ხოლმე ორი საკითხი. ერთი რა არის პოსტმოდერნიზმი? არის ის პოსტმოდერნიზმის გაგრძელება, ანუ მისი ერთგარი ნაწილი. თუ ის არის პოსტმოდერნიზმის გადალახვა და დაძლევა. თვითონ თავსართი პოსტ არის ამ ხრივ ძალიან ცუდ სამსახურს გვიწევს, იმიტომ რომ ის ორივე მაგას ნიშნავს. ის ნიშნავს იმას, რომ ერთი ხრივ რაღაცა მოსდევს რაღაცა სხვას და მეორე მხრივ ნიშნავს იმაზე, რომ ის პირველი რაღაცა დაძლეული იქნა მეორე რაღაცის მიერ. შესაბამისად არის ძალიან ცივი გაუგებრობა ამ საკითხთან დაკავშირებით და მეცნიერებიც იმყოფიან. არიან მეცნიერები, რომლებიც ამბობენ, რომ პოსტმოდერნიზმი არ არსებობს, პოსტმოდერნიზმი არის მოდერნიზმის გაგრძელება და მისი ერთ-ერთი საფეხური. არიან მეცნიერები, რომლებიც ამბობენ, როგორ გაგრძელება პოსტმოდერნიზმი, სულაც ახალი საფეხურია კაცობრიობის კულტურის და ხელოვნების განვითარებაში და ლიტერატურის განვითარებაში და ის პირისპირდება მოდერნიზმს. მოდით დავფიქრდეთ რაღაცებზე ერთად. ხო, რა არის მოდერნი? ჩემს სტუდენტებმა იციან, ვინც აკახათ, იმიტომ რომ ამაზე ხშირად მიწევს ხოლმე ლაპარაკი, ყველაფერი მოდის სიტყვიდან მოდო, რაც ნიშნავს ახალს. და მოდერნი, არაგერიოთ მოდერნის შრომს ძალიან ხოთ, მოდერნი არსებითად შეიძლება ვთარგმნოთ როგორც ახალი ხანა. და ახალი ხანა იწყება მე-18 საუკუნიდან
როდესაც ნელ-ნელა მთავრდება ფეოდალიზმი და საზოგადოება ყოველ შემთხვევაში დასავლეთში ხდება ისეთი, როგორიც არის ის დღეს, ანუ ბიურგერული შრე იდენს იმინფლებებს, რომ ისკენას მიისწრაფოდა მანამდეც, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ანუ იმისთვის, რომ შენ გქონდეს ადამიანური უფლებები, გქონდეს უფლება, რომ მონაწილეობა მიიღო პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში, აღარ არის აუცილებელი, რომ შენ იყო მაინდა-მაინც ფეოდალის მემკვიდრე, დიდგვაროვანი, არამედ შეიძლება იყო რიგითი მოუხდავი და მოგეთხოვება და მოგეკითხება მხოლოდ ის, რაც შენ შეგიძლია და გსურს. ანუ ასე ვთქვათ, შენ ხარ თვითონ შენი თავის ეს ყველაფერი იწყება განმანათლებლობიდან მე-18 საუკუნიდან და ეს არის ხანა, რომელსაც ვეძახით მოდერნს. მე ხარ ცოტა სოციალური მხრიდან შეგახედეთ მოდერნიზმის, მაგრამ შეიძლება მოდერნს შევხედოთ ვიწროთ ლიტერატურათმცოდნეობითი და ხელოვნებათმცოდნეობითი კუთხით და მაშინ აღმოჩნდება, რომ მოდერნის შემთხვევით არ ქვია ახალი ხანა. საქმე ის არის ხანა, რომელშიც ბევრად უფრო მეტად ფასობს ახალი, ვიდრე ძველი. ანუ მე-18 საუკუნიდან იწყება განსხვავება შუა საუკუნეებისგან, რომლებიც მთლიანად ორიენტირებული იყო ძველის მიბაძვაზე, იმიტაციაზე და ვარიაციაზე, ასე შეიძლება ითქვას. მე-18 საუკუნიდან იწყება ხანა, როდესაც ფასობს არა ვიღაცის ან რაღაცის, რაც ამას ანიმუშავებს ის ან ავტორიტეტული იმის მიბაძვა, არამედ პირიქით რაღაცა ახლის და ძველისგან რადიკალურად განსხვავებული შეცდომა. ეს არის ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, ის ძირითადი განსხვავება, რაც არის მე-18 საუკუნის შემდგომ ხანასა და მე-18 საუკუნამდელ ხანას შორის. რა თქმა უნდა, ეს მარტივად არ ჩაიარა ამ პროცესმა, იყო ცნობილი ბრძოლა და დავა ძველებსა და ახლებს შორის. ძველები ამბობდნენ, რომ თქვენ ხართ ჯუჯები და ჩვენ ვართ გოლიათები. ახლები ამბობდნენ, რომ თქვენ კი ხართ გოლიათები, მაგრამ ჩვენ ის ჯუჯები ვართ, რომლებიც თქვენ ხერხზე ვკავართ და შესაბამისად უფრო შორს ვიხედებთ. ესეთი იყო ამ ბრძოლის შედეგი და მე პრინციპში, რასაც ვხედავთ ჩვენ მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნეში, სხვა არაფერია თუ არა განახლებისაკენ სწრაფვის და ორიგინალობის მოთხოვნის, ასე ვთქვათ, გაზვიადება და მომძლავრება და მოდერნიზმში, რასაც მოდერნიზმს ვეძახით, ეს არის უშუალო საუკუნეთა მიჯნა, პრაქტიკულად მე-19 საუკუნის ბოლო და მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი. ეს ტენდენცია განახლებისაკენ სწრაფვა, ორიგინალობის უკიდურესი დაფასება აღწევს მწვერვალს და ეს მწვერვალი ადვილად იგრძნობა იმითაც, რომ ეს ახალი მიმდინარეობები, რომლებიც ამ დროისთვის გვაქვს ჩვენ დასავლეთში, ისტერიული სისწრაფით ენაცვლება ერთმანეთს, ხო? ერთი მწერალი შეიძლება მე-19 საუკუნის 90-იან წლებში, 90-იან წლებამდე 80-იანებში ყოფილიყო ნატურალისტი და 90-იანებში ხდებოდა იმპრესიონისტი და 90-იანებში იყო სიმბოლისტი და ნუ ასე შემდეგ. ანუ ეს მიმდინარეობები ერთმანეთს საოცარი ტემპით ენაცვლება ზუსტად იმის გამო, რომ ეს განახლებისაკენ ტოლვა აღწევს თავის მწვერვალს. მაგრამ განახლებისაკენ ტოლვა საკმაოდ ცუდად დამთავრდა. იმდენად ლიტერატურაში არა, რამდენადაც პოლიტიკაში და გეტყვით, რომ იგივე ფაშიზმი და იგივე ნაციზმი და იგივე კომუნიზმი და ასე შემდეგ პრინციპში შეიძლება განვიხილოთ, როგორც აი ამ განახლებისაკენ სწრაფვის და ძველი სამყაროს დამხობის და ახლის შექმნის ერთგვარი წარმატებელი და საშინელი, მაგრამ მაინც მცდელობა. და როდესაც ეს მოხდა, გასაგები გახდა, რომ ამ განახლებისაკენ სწრაფვას და ძველის ნგრევას ყოველთვის კარგი შედეგები არ აქვს. ეს ოღონდ ამისთვის ადამიანს და დასავლეთს დასჭირდა ორი მსოფლიო ომი და მეორე მსოფლიო ომის ბოლოსკენ ნელ-ნელა გასაგები გახდა და გასაცნობიერებლად ადვილი გახდა ის ფაქტი, რომ ძველი არ არის ესე მარტივად გასანადგურებელი რამ და საჭიროა იმ ძველს ცოტათი მოუხსნათ. ამიტომ ძალიან უხეშად ხანდახან ამბობენ ხოლმე, რომ პოსტმოდერნი როგორც ხანა იწყება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ქართული ამის ზუსტად დადგენა არა იყო პირველი პოსტმოდერნული ტექსტი,
ამაზე შეიძლება დავხოცოთ ერთმანეთს. მაგრამ ზოგადი ლოგიკა მინდა რომ გესმოდეთ, ლოგიკა არის ის, რომ თუ კი მოდერნი ანგრევდა ძველს და აშენებდა ახლას, პოსტმოდერნი უფრთხილდება ძველს და ეთამაშება მას და როგორ ამას დეტალებში გავშევ. რა არის კონკრეტულად პოსტმოდერნიზმის როგორც სახელოვნებო და ლიტერატურული მიმდინარეობის ან ნებავთ ეპოქის საფუძველი? პოსტმოდერნიზმი საფუძვლები შეიძლება დავინახოთ პირველ რიგში სტუდენტურ მოძრაობაში, რომელიც არ ვიცი რამე გაგიგიათ თუ არა 60-იანი წლების მოძრაობაზე, მაგრამ ამ მოძრაობამ მოიცვა პრინციპში მთელი დასავლეთ ევროპის ყველაზე განვითარებული ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, ნანახი გაქვთ ფილმი თმები. აი ეს პერიოდი. ეს არის პერიოდი, როდესაც სარბიელზე გამოვიდა ახალი თაობა, რომელმაც თქვა, რომ მე არ მინდა ვიცხოვრო ისე, როგორც ცხოვრობს ჩემი მშობლების თაობა, მე არ მინდა დავკმაყოფილდე რიგითი კაპიტალისტური ღირებულებებით, როგორიც არის სამსახური, ბევრი ფული, კარგი მანქანა და ასე შემდეგ, არამედ მე მინდა, რომ მქონდეს შესაძლებლობა ჩემი მოთხოვნილებების, პოტენციალის და სურვილების რეალიზაციის. ხო და შესაბამისად, როგორ იცოდნენ და რას აკეთებდნენ, ეს ყველაფერი თქვენ იცით, ერთი რამე კი ფაქტია, რომ პრინციპში მართლაც იყვნენ მინიმუმ დადებითები, ხო? იმიტომ რომ მშვიდობა იყო მათი ერთ-ერთი ცენტრალური დევიზი. მაგრამ თუ შევხედავთ ამ უფრო სხვა მხრიდან, ხო, ეს პერიოდი, 60-იანი წლების პერიოდი ხასიათდებოდა ძალიან ძლავრი პოლიტიკური მუხტით. იმიტომ რომ ეს ახალგაზრდები თავის თავს უწოდებდნენ მარქსისა და კოკა-კოლას შვილებს, ასე მოიხსენიებდნენ თავს და ამბობდნენ, რომ მათ არსებდათ უნდათ რომ შეცვალონ სამყარო. ეს რევოლუცია თქვენ გესმით ძალიან კარგად და ეს არის რევოლუციისკენ სწრაფვა. გასაგებია რომ ეს ახალგაზრდები პოლიტიკური ტექნოლოგიების მცოდნენი არ იყვნენ და ამიტომ დიდად ვერაფერი ვერ გამოვიდა სოციალური წყობის შეცვლის მხრივ, მაგრამ სამწუხაროდ მათ ბევრი რამ შეცვალეს აზროვნებაში. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც აშკარა გახდა 60-იანების ბოლოს და უკვე 70-იანების დასაწყისში, რომ ვერაფერიც ვერ იცვლება, კაპიტალიზმი ძალიან მყარია და მისი, ასე ვთქვათ, ეს მარტივად დამხობა შეუძლებელია და ეს ახალგაზრდების თაობაც ნელ-ნელა კარგავს ამ თავს რევოლუციურ მუხტს. ნელ-ნელა თავს იჩენს იმედგაცრუება. ნელ-ნელა ყველა ის მიზანი თუ ფანტაზია, თუ utopia, თუ რწმენა, იმედი, რომელიც ამ ხალხს ჰქონდა საზოგადოების შეცვლასთან დაკავშირებით, ინგრევა და ერთი თვით აღარ აქვს იმის განცდა, რომ შეიძლება ახლანდელი არსებული კაპიტალისტური წყობა შეიცვალოს. მეორე მხრივ, რაც იჩენს თავს, ეს არის ის, რაც არის ჩვენი თანამედროვე სამყაროს მთავარი მახასიათებელი, ეს არის პლურალიზმი, ანუ მრავალფეროვნება. როდესაც ადამიანი აღიარებს, რომ ყველა შენი წარმოდგენა მომავალზე утоპიურია და არანამდვილია და განუხორციელებელია, შენ ნელ-ნელა აცნობიერებ, რომ შენი წარმოდგენა მომავალზე არაფრით არ ჯობია სხვის წარმოდგენას მომავალს. იმიტომ რომ შენი ოცნება და სხვისი ოცნება, შენი იმედი და სხვისი იმედი, შენი მიზნები და სხვისი მიზნები თანაბრად შეიძლება აღმოჩნდეს ცდარი ან წარუმატებელი ან უშედეგო. შესაბამისად, შენ აღიარებ, რომ არ არსებობს ერთი სწორი გზა, ერთი სწორი იმედი, ერთი სწორი ამოცანა და ნელ-ნელა იწყებ პატივისცემას იმისა, ვისაც წამს სხვას. ან იბადება ის, რასაც ქვია დღევანდელი პლურალიზმი, მე ვფიქრობ ასე, შენ ვფიქრობ სხვანაირად, მაგრამ ამის გამო მე შენ ისიც არ გამოსჭრი. ძალიან მარტივად რომ მეორე რაც ხდება, ეს არის დაბრუნება კონსერვაციული ღირებულებების, კანონად როდესაც ადამიანმა აღმოაჩინა, რომ რევოლუციებით ვერაფერს ვერ ცვლის, ის კი არა, ომებიც არაფერს არ ცვლის და მოკლედ ერთმანეთისთვის რაღაცების მტკიცების შედეგი ყოველთვის არის ერთმანეთის გახოცვა. ნელ-ნელა ჩნდება იმის გაცნობიერება, რომ ის გავუხსნით იმას, რაც უკვე გვაქვს. ამიტომაც განსხვავებით მოდერნიზმისგან და კლასიკური მოდერნიზმისგან, ნელ-ნელა
ნელ-ნელა ჩდება ინტერესი ძველისკენ და ჩდება ძველის შენახვის გადარჩენის მისი მოფრთხილების ერთგვარი ტენდენცია. ცალკე ევროპაში თავიჩინა პრივატიზმიანტიურობა, მიკროსპეციალურ ლიტერატურაზე ვლაპარაკობ ძირითადად დაიწყეს ავტორებმა წერა თავიანთ პირად განცდებს. ანუ თუ 60-იან წლებში აქცენტი გადატანილი იყო საზოგადოებრივ პროცესებზე და პოლიტიკურ შეტყობინებებზე და ასე შემდეგ, 70-იანების ბოლოს და 80-იანებში აქცენტი მთლიანად გამოდის პიროვნებას. ერთი ადამიანის შინაგან სამყაროს. და კიდევ კიდევ რაც უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ ამაზე ძალიან მშრომლობ ხოლმე ჩემ სტუდენტებთან, ეს არის ის, რომ საზოგადოება, რომელშიც ჩვენ დღეს ცხოვრობთ, არის ეგრეთ წოდებული პოსტინდუსტრიული ინფორმაციული საზოგადოება, განსხვავებით მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის და მე-13 საუკუნის დასასრული საზოგადოებისგან. იმ საზოგადოებას ეწოდებოდა ინდუსტრია. რატომ? იმიტომ რომ მთავარი განძი, მთავარი ქონება, მთავარი დოვლათი ეს იყო წარმოება. ის ვინც არ წარმოებდა, იმას ჰქონდა ბევრი ფული და ბევრი გავლენა. დღეს ჩვენ ცხოვრობთ ასევე ეპოქაში, წარმოება მნიშვნელოვანი აღმოჩნდა უნდა დასვათ სწორად კითხვა, რისი წარმოება. დღეს ყველაზე ღირებულია ინფორმაციის წარმოება. ანუ ჩვენ ვართ საზოგადოება, სადაც ყველაზე დიდი გავლენა, ყველაზე დიდი ქონება, ყველაზე დიდი ძალაუფლება აქვს იმას, ვისაც ხელი მიუწვდება და ვინც აკონტროლებს ინფორმაციას. მედიებს და არა მარტო მათგან, ბევრ სხვადასხვა საშუალებას. დღეს ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ყველა თქვენგანი იყოს ინფორმირებული, რომ გქონდეთ ცოდნა და რომ არ წამოეგოთ მედიების манипуляციას, იმიტომ რომ მედიები საზოგადოების ზომბირებაზე მარტივი დღეს არაფერი არ არის. ყველაზე სასაცილო ალბათ გაგეცემათ ამ სლაიდზე არის ახალგაზრდობის რეაქცია პოლიტიკურ სასუწარკვეთაზე. 80-იანებში ევროპაში და დასავლეთში ორი ტიპის ახალგაზრდობა ჩნდება. ერთ პირობითად ეძახიან Youth Generation, ანუ არის თარგმნება ქართულად, ეს არის საზოგადოება, რომლის დევიზიც არის ყველაფერი მოსულა. ასე უხეშადრო თარგმნ. ეს არის ძალიან მატერიალისტურად მოაზროვნე ახალგაზრდობა, რომელსაც ჭირდება კარგი ჯიპი, კარგი სამსახური, კარგი შავალ-კოსტუმი, რომელსაც სუსად და შეჩქარება, ძალიან პრაგმატულია. თუმცა თქვენ ეს კატეგორია კარგად იცით ჩემზე უკეთესად. მათ არ აქვს არავითარი იმედები რაღაცა უკეთესი წყობის ან რაღაცა იდეალები, რომლისთვისაც სისხლს დააღვიან და არა, მათი ინტერესები შემოიფარგლება მარტივი, პრაგმატული, მატერიალური ღირებულებებით. მეორე მხრივ გვაქვს Punk Generation, პანკის არ არის პანკი, იმიტომ რომ ასე აზროვნებდი, მაგრამ დაახლოებით გასაგებია. ესეც იმედგაცრუებული საზოგადოება, იმიტომ რომ მათაც არის ამ მომავლის და იმის როდის მე რაღაცა იქნება სხვანაირად ვიდრე არის ახლა, მაგრამ მათი რეაქცია ამ ყველაფერზე არის კონფორმისტული, არამედ პირიქით ნონკონფორმისტული, ანუ ისინი ცდილობენ თავიანთი ცხოვრების წესით გარკვეული პროტესტი გამხატონ, მიუხედავად იმისა, რომ აღარ სწამთ იმით, რომ რაღაცის შეცვლა შეიძლება. მათი დევიზი შეიძლება გავიგოთ, როგორც მომავალი არ არის. ეს არის ისტორიულ, სოციალურ, პოლიტიკურ წანამძღვრები, ახლა გადავართ სამხედროებრივ წანამძღვრებზე პოსტმოდერნიზმისა. პოსტმოდერნის ასე ვთქვათ, მთავარი მახასიათებელი ზოგადად პოსტმოდერნული აზროვნების. ხო, თქვენ ყველანი ცხოვრობთ დღეს პოსტმოდერნულ ხანაში და მნიშვნელოვანია აცნობიერებდეთ საცხოვრებლად. პოსტმოდერნის მთავარი მახასიათებელი არის ერთგვარი დაეჭვება სკეპტიკური დამოკიდებულება მოდერნის, ანუ ახალი ხანის და განმანათლებლობის ეპოქის ორი ძირითადი იდეის მიმართ. ერთი ეს არის მუდმივი განახლების და ორიგინალობის იდეა, ანუ იდეა, რომ კაცობრიობა ყოველთვის მიდის წინ და წინ ყოველთვის უკეთესია იმაზე, რაც იყო უკან და ასე შემდეგ. ეს არის ის, რითიც ასე ვთქვათ, სულმულო და განმანათლებლური აზროვნება. ამასთან უშუალო კავშირშია პროგრესის რწმენა, თავისი ტელეოლოგიური ლოგიკით და მეორე თავისებურება, რაც არის პოსტმოდერნს, ეს არის გონების კრიტიკა. თუ გახსოვთ, განმანათლებლებმა აღიარეს სამყაროს შემეცნების მთავარი ინსტრუმენტად გონება და თქვენს რომ გონება რაციო არის ის, რაც ეჭვის
ინსტრუმენტით, ასე ვთქვათ, შეიმეცნებს სამყაროს და საკუთარ თავს. ანუ ის არის ერთ-ერთი სანდო, რაც ადამიანს მოეყვება. პოსტმოდერნში პრინციპში ხდება ის, რაც გარდავალ იქნებოდა, იმიტომ რომ როდესაც გონება ყველაფერს ეჭვის თვალით უდგება, ბოლოს ეჭვის თვალით უყურებს საკუთარ თავსაც. და როდესაც გონება ეჭვდება გონებაში, მაშინ გონებას გონებისაც აღსწავს. ლოგიკა გასაგებია, მგონი. იწყება რა? იწყება ის, რაც შეგიძლიათ მონაცხოთ სრულ დაბრუნება შუა საუკუნეებში. თქვენი ნება მე პირადად დადებითად ვუყურებ ამ ამბავს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საქმეა მითოსური აზროვნების დაბრუნებას და გონების ის რწმენა და ასე ვთქვათ იმედი გონებისა, რომელიც ჰქონდათ განმანათლებლებს, დღეს არ აღმოჩნდა. დღეს არც თქვენგანს ალბათ აღარ ჟღერა უკვე ის, რომ გონება არის ძალიან სანდო ინსტრუმენტი სამყაროს შემეცნებისა. დღეს რომ ყველა ვიცით, რომ გონების შესაძლებლობები ისევე შეზღუდულია, როგორც შემეცნების ნებისმიერი სხვა ინსტრუმენტის შესაძლებლობები. და შესაბამისად არ ვინდობთ გონებას და რა კი არ ვინდობთ გონებას, რითი უნდა ახსნათ სამყარო. სამყარო უნდა ახსნათ მითოსი. აი ეს არის მეორე, ასე ვთქვათ, მსოფლმხედველობრივი მომენტი, რაც ახლავს პოსტმოდერნულ ეპოქას და თქვენ ყველანი პრინციპში ამ ეპოქაში ცხოვრობთ. კიდევ ერთი მომენტი, რამდენიმე, უნდა ვახსენო აუცილებლად, ეს არის ჟან-ფრანსუა ლიოტარის პოსტისტორიის ცნება, ანუ პოსტისტორია ძალიან მოკლედ რო გითხრათ და უხეშად, ეს არის ცნება, რომელიც გვეუბნება, რომ კაცობრიობამ ერთგვარად გაასრულა თავისი განვითარება, დიდი იდეოლოგიები მოუჭამა თავისი დრო და დღეს აღარაფერი არსებობს ისთვისაც ღირს ბრძოლა და რა კი აი ეს ბრძოლის მაწარმოებელი, ასე ვთქვათ, საწვავი გამოელია კაცობრიობა, შესაბამისად ისტორიაც ერთგვარად დასრულდა ის ტელეოლოგიური სხვა, რომელსაც სწამდა კაცობრიობას ყოველ შემთხვევაში დასრული 3 საუკუნის განმავლობაში. მეორე და ეს უფრო მნიშვნელოვანია სახელოვნებო სფეროსთვის, ეს არის სიმულაკრის ცნება, რომელიც ჟან-ბოდრიანმა დაამკვიდრა. სიმულაკრი დაკავშირებულია ზუსტად იმასთან, რაც წინა სლაიდის ბოლოს ვიხსენეთ, იმასთან, რომ ჩვენი საზოგადოება ინფორმაციული საზოგადოება. საქმე ისაა ის, რომ ტექნოლოგიური განვითარების შედეგად, ტექნოლოგიების განვითარების შედეგად გახდა ძალიან მარტივი სინამდვილის სიმულირება. ანუ მე შემიძლია იმდენად სრულყოფილი, რამდენი ტექნოლოგიების გამოყენებით, იმდენად სრულყოფილი სურათი შევქმნა რეალობისა, რომ თქვენ ყველანი გაიჭერებთ ამ რეალობას. ხო, თქვენ რო გაიხსენოთ, მაგალითად, ცნობილი სატელევიზიო სიმულაციები, მათ შორის სიამაყით თუ სერდით ვიხსენებ ჩვენს ძვირფას სიმულაციას, რომელიც რამდენი წლის წინ იყო მარტში, როცა გვაჩვენეს ვითომ ტანკები როგორ შემოვიდა თბილისში. სიმულაცია, ხო, მაგრამ ნახევარ თბილისი რაღაც წავიდა კარტოფილი საფრთხად, ხო, და ჩავარდა ისტერიკაში, თუ მთელი თბილისი არა. რატომ? იმიტომ რომ ინფორმაციით შეგვიძლია მართო, ანუ ინფორმაციის საშუალებებით დღეს ჩვენ გვაქვს სრული შესაძლებლობა, რომ ადამიანებს შეუქმნათ წარმოდგენა რეალობას. და არსებითად თქვენ რომ დაფიქრდეთ, საიდან გაქვთ ინფორმაცია სამყაროზე? ხო, რადიკალური კითხვა, რომელსაც ვამხობთ, თქვენს დაგისვამთ, რა იცით, რომ პარიზი არსებობს? თქვენ პასუხი იქნება ტელევიზორიდან, გაზეთიდან, წიგნიდან, ატლასიდან, რუკიდან, მეგობარმა მითხრა და რაღაც ეს მედიები. თქვენ არ იცით, პარიზი არსებობს თუ არა. გესმით, ან თქვენი წარმოდგენა რეალობაზე, მისი შეიძლება 80%, შეიძლება ნაკლები, არ ვიცი. არის თლიანად მედიებით მოწოდებული. თქვენ და მედიებზე დამოკიდებული. შესაძლოა ძალიან მარტივია თქვენ გაგიჩინოთ ნებისმიერი მოვლენის მიმართ გარკვეული დამოკიდებულება ან წარმოდგენა იმავე მედიების გამოყენებით. ზუსტად ამის გამო ჟან-ბოდრიანი ჩვენ საუბრობთ უსვამს სინამდვილის აგონიის დიაგნოზის. ამბობს, რომ სინამდვილე დღეს სად არის არ ვიცი. ზღვარი სინამდვილესა და მედიების მეშვეობით წარმოებულ სინამდვილის სურათს შორის იმდენად წაშლილია, იმიტომ რომ მე სურათი იმდენად სრულყოფილი წარმოგიდგინოთ, რომ შესაბამისად მე არ ვიცი სად გადის ზღვარი სინამდვილესა და სიმულაციას შორის და ის ამბობს, რომ ჩვენ ცხოვრობთ სიმულაკრების ხანაში, სადაც
არ არსებობს ეს ზღვარი და ყველაფერი არის ნახევარი ყოველ შემთხვევაში რასაც ჩვენ ხედავთ, თუ მეტი არის გაკეთებული. კარგი და ბოლო და არანაკლებ მნიშვნელოვანი ეს არის პოსტსტრუქტურალიზმი. პოსტსტრუქტურალიზმის ავტორი მამა, ჩემს სემინარებზე ამ ხალხს ვეძახი ხოლმე, ესე იგი ბიძია ფუკოს და ბიძია დერიდას. ეს არის ის ორი ფიგურა, რომელიც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ თქვენი ყველასი ესე იგი სულიერი სამხედროებრივი წინაპრები არიან. მათ წამოიწყეს რეკონსტრუქცია დასავლური აზროვნებისა, რაც ნიშნავს რეკონსტრუქცია ალბათ ძალიან შორს წაგვიყვანს ამაზე მსჯელობა. მე უბრალოდ ვალდებული ვარ ვთქვა ძალიან მოკლედ ერთი რამ, რომ სწორედ აი ორი დიდი ფრანგი ფილოსოფოსის ნაზრების შედეგად მოხერხდა იმის გაცნობიერება, რომ დასავლური აზროვნება ანტიკურობიდან მოყოლებული დღემდე არის დამყარებული გარკვეულ წინასწარ ვარაუდებს კონსტრუქციებზე. ეს არაფერი ჩვენ ცხოვრობ კონსტრუქციებით და არსებითად გავაგზავნებთ ცხოვრებას, ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის. პრობლემა უბრალოდ ის არის, რომ ეს კონსტრუქციები ლაგდება იერარქიებში. ანუ რაღაცას ვანიჭებთ უპირატესობას, რაღაცას ხვის და მისი საპირისპიროს დადგმის უგულებელყოფის დაჩაგვის ხარისხი. და წარმოიშვება ის, რასაც თქვენ ხედავთ სლაიდზე ამ წრის სახით, ეს არის ჩვენი აზროვნების უხეში მოდელი, რომელშიც რაღაცები ცენტრალურ ადგილს იკავებს, იმიტომ რომ საუკუნეების მანძილზე მიგვაჩნდა, რომ არის მთავარი და რაღაცა შესაბამისად, რაც მას უპირისპირდება, ავტომატურად იდევნება მარგინალიებისკენ, ანუ ხდება უგულებელყოფილი დაჩაგვრული. ხო, თქვენ ხედავთ მე მგონი სლაიდზე, მაგალითად მამაკაცი იყო ცენტრში ამ აზროვნების მოდელისა და ქალი იყო პერიფერიაზე. დასრულ ადამიანი ითვლებოდა ადამიანად, ბავშვი საერთოდ არ არსებობდა, არც არ ახსოვდა, სანამ სრულწლოვანი არ გახდებოდა. ცივილიზაცია, ბუნება, ასევე იყო ოპოზიციური წყვილი, რომელშიც ბუნება უგულებელყოფილი იყო. გონება, გრძნობა, იტვაროვანი, დაბიო, თავი, სხეული, მართლმორწმუნე, უძულო, არაცნობიერი, ავადმყოფი, ჯანმრთელი, პირიქით უნდა ვთქვა, და ასე შემდეგ. ის რასაც იწყებს ეს ორი ადამიანი არის აი ამ წყობის დაშლა. ან ისინი ცდილობენ მიგვახვედრონ ერთი მხრივ, რომ ეს ყველაფერი არის მხოლოდ ჩვენს გონებაში დალაგებული ასე ვთქვათ იერარქია, თორე ობიექტურად ბუნებაში ჩვენ არ ვიცით რა არის უკეთესი, ჩვენ არ ვიცით რატოა მაგალითად დიდგვაროვანი უკეთესი დაბიოზე, ეგ დაბიოა დიდგვაროვანზე უკეთესი, ან ეგ არც ერთი არამზე უკეთესი არ არის, ხო? თქვენ აღარ ცხოვრობთ ფეოდალიზმში, არ ცხოვრობთ ფეოდალიზმის ხანაში და იცით, რომ ეს დიფერენციაცია სულელურია. მაგრამ მე-19 საუკუნემდე ეს დიფერენციაცია იყო ცენტრალური დიფერენციაცია სოციალურ ცხოვრებაში. მოკლედ, ის რასაც თქვენ დღეს ხედავთ, მაგალითად, წვანეთა მოძრაობა, ხო, ბუნების დაცვა, ფემინისტური მოძრაობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბავშვთა ლიტერატურა და ბავშვებზე დიდი აქცენტი, დაუშვათ იგივე სწავლების მეთოდებში აქცენტი არა მასწავლებელზე, არამედ მოსწავლეზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის სხვა არაფერი თუ არა აი აზროვნების დეკონსტრუქციის შედეგი. ანუ დღეს კაცობრიობა მივიდა დასავლური ყოველ შემთხვევაში ნაწილი კაცობრიობისა იმის გააზრებამდე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს იერარქია, რამდენად დაინგრეს და გათანაბრდეს. და დავუშვათ ქალი ისეთი ღირებული იყოს, როგორც კაცი, თეთრკანიანი და შავკანიანი თანაბრად მნიშვნელოვნად იქნას აქტური და ასე შემდეგ. და შესაბამისად ამ პროცესს შეიძლება უხეშად დაგამახსოვრდეთ, ვინც არ იცით ამას ქვია პრინციპში ლოგოცენტრული აზროვნების, ან ლოგოცენტრული ცნობიერების დეკონსტრუქცია. აი ეს ყველაფერი ჩემო ბატონებო და თავბრატანებო აისახება უშუალოდ ლიტერატურაში და ხელოვნებაში, ხო სანამ გადავალ ლიტერატურაზე გაჩვენებთ აი ჩვენიერ სურათს, რომელიც ინტერნეტში გიპოვეთ, რიზომისა, ვინც ბიოლოგიაში ცოტათი მაინც ეკავით, შეიძლება იცოდეს, რომ რიზომა არის საოცარი ფესვი. ასე თქვა სიმპათიურად არ გამოგონება, როგორც ამ სლაიდზეა, მაგრამ მაინც ეს არის ფესვი, რომელსაც არ აქვს ცენტრალური ღერო. ეს არის ფესვი, რომელიც უამრავ ადგილზე ერთმანეთს არის გადანასყული, ეს ფესვის ცალ-ცალკე უამრავი ღერო. შესაბამისად, მას არ აქვს ცენტრი და არ აქვს პერიფერია. არ აქვს მნიშვნელოვანი ნაწილი და უმნიშვნელოვანი ნაწილი.
რიზომაში ყველაფერი თანაბრად მნიშვნელოვანია და რა არის ცით სასწაული. რიზომა ყველაზე უფრო სიცოცხლეს უნარია. რიზომას ვერ მოსწავლ. იმიტომ რომ ერთად ის მოაჩვენს სხვა ადგილი ისეთი ღირებული ამისთვის, როგორც ის თქვენიერ მოკვეთილი ნაწილი. რიზომა არის თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების მოდელი და წესით თანამედროვე ადამიანის აზროვნების მოდელი. ის რომ თანამედროვე ადამიანის ფლადესი არასდროს თქვენ ამას მიხვდით მეჭვება, მაგრამ ის რომ საზოგადოება ამისკენ მიისწრაფვის, ამასაც მიხვდით. იმიტომ რომ თუ არ მიიღებთ რიზომატულ მოდელს დაბრუნდებით ისევ იერარქიულ მოდელში, შედეგი იქნება დიქტატურა. ანუ ვიღაცას დაჩაგრავს, ვიღაცა იქნება უკულებელ ყოფილი და იმისი შედეგი თავისუფლად იქნება მორიგი რევოლუცია. ანუ რაც მოხდა თავის დროზე, ხო ვიღაცამ დაჩაგრა მუშები და ხელოსნები, ის მათ მოწყოს პროლეტარიატის დიქტატურა და ასე შემდეგ. ისტორია ამას ყველაფერს გვასწავლის. თუ კი ეს არ გვინდა, რომ გამეორდეს სულ მუდმივად მეორდებოდეს კაცობრიობის ისტორიაში, აბსოლუტურად მნიშვნელოვანი არის ჩვენ უნდა მივიღოთ რიზომატული მოდელი, რომელიც გვეუბნება, რომ შენ სხვანაირად ფიქრობ, კი ბატონო, არ არის პრობლემა, ანუ შენ არ გეუბნები მე რომ არასწორია ის, რასაც შენ ფიქრობ. გქონდა შენი ხედვა. მე მაქვს ჩემი ხედვა, ვიღაცას კიდე სხვა ხედვა და მე და ჩვენ ყველანი დავთანხმდებით იმაზე, რომ არც ერთი მათგანი ამ ხედვებიდან არ არის ერთმნიშვნელოვნად მცდარი, არ არის ერთმნიშვნელოვნად სწორი. სწორი და მცდარი არ არსებობს. ყველა სწორია და ყველა თანაბრად მცდარია. იმიტომ რომ ჩვენ რეალურად არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ რაღაცაზე ვთქვათ, რომ ერთმნიშვნელოვნად სწორთან გვაქვს საქმე, ან ერთმმნიშვნელოვნად მცდართან გვაქვს საქმე. ეს ძალიან უხეშადია, რა თქმა უნდა, მაგრამ არ არის შეგვიძლია. ხო, ეს ტენდენცია სჭვალავს მთელ თანამედროვე კულტურას, მათ შორის პოპ კულტურასაც და ეს არის თქვენი პირველი გამოცანა. თუ ჩემი სტუდენტებს ვთხოვ, რომ კენტი არ დაძრან, ვინც იცის რაზე ალაპარაკი, ვინც არ იცის, თხოვთ იფიქროთ, ესე იგი ყველა რამით რაზე ალაპარაკი, უბრალოდ თუ მიხვდებით ეს არის საინტერესო. ვინ იქნება თქვენთვის ნაცნობი ცნობილი ადამიანებიდან დღევანდელობაში დეკონსტრუქციის განსახიერება. რას გულისხმობ? გულისხმობ იმას, რომ ის დიქოტომიური წყვილები, ხო, იერარქიულად დალაგებული ოპოზიციები, თეთრი, შავი, კაცი, ქალი, დასრული ბავშვი, ადამიანი, ცხოველი, ანგელოზი, ერთმანეთის უყოფილება, ყოფილება, ომშვიდება, კეთილი ბოროტ, რომელიც ყოველთვის იყო დიქოტომიური და ყოველთვის რომთაც ხმთობა კაცობრიობა, ამ ადამიანმა შეძლო არც გასულდებოდ გაუცნობიერებლად, მაგრამ თავის თავში შეერთებინა ერთთლიანობა და დაერღვია პრაქტიკულად მოეხდინა ერთგვარი დეკონსტრუქცია ამ ოპოზიციების. აბა რა ვერსიებია? ფუკო და დერიდას გარდა არა, ფუკო და დერიდა თავიანთი არც ცხოვრებით და არც არაფრით ამ ასე ვთქვათ პრინციპებს არ მგონია რომ შეგვიძლია ვთქვათ რომ ახორციელებს. თქვენი კითხვა ვერ გავიგე. ვინ დააგრია ეს? არა, თანამედროვე თქვენი ძალიან ნაცნობი ადამიანებიდან, სოციოკულტურის წარმომადგენლებიდან, ვინ შეიძლება მივიჩნიოთ აი ამ კლასიკური დიქოტომიის ვების პერსონიფიკაციას, განსახიერებას. დაანებოთ ამ ფილოსოფოსებს. რაო, მესიები. არა, ჩვენ ვიცით. Okay. Now? ხო, ახლოს ვართ, მაგრამ მან დაიწყო. როზა ბაქსი, მაგას მაგანტიკდა. ვინ დაიწყო? მანდელა. ხო, რაღაცა პირდაპირ ზანგებს მიახდი. ხო, შავკანიანს უკაცრავ, მე ვპატრი. ერატანი. ხო. ახლოს არ თბილა. მაგრამ ისი შავკანიანები. ეს თეთრკანიანი. ეს არის შავკანიანი და არის თეთრკანიანი. ანტი ხო? ა? მაგათაგანიანი. ეს ძალიან საინტერესოა ეს აცნობიერება თუ არა, კი არ მენეჯერი თუ ყავდა ფილოსოფოსი, რომელიც ფუკოს და
არა, ის ასწავლებს. ჩვენ არ მინდა ესენციალიზმი, ჩვენ ანუ ეს ესენციალიზმი გასაგებია. გასაგებია მას ხოდებით იმიქო ახლა ეს პრობლემა, მაგრამ ის აცნობიერებდა იმას ზუსტად, რაც აკეთებდა. არა, ყოფილიყო ესეთი უასაკო და რაღაცა ეს. ოკეი, იმათო ნებისმიერ შემთხვევაში და ის არის ერთი, თქვენ რომ გადახედოთ თანამედროვე პოპ ინდუსტრიას, მარტო მუსიკალურს არ გულისხმობთ, რომ აიღოთ ფილმები, რომ აიღოთ მულტიპლიკაცია, რომ აიღოთ პოპ მუსიკა და ასე შემდეგ, თქვენ ყოველ ნაწილზე გადააწყვეტით აი ამ ხანდახან წარმატებულ, ხანდახან წარუმატებელ, ხანდახან ძალიან მძიმე, მაგრამ მაინც ცდილობებს შეურიგებელი ერთმანეთთან ტრადიციულად ერთმანეთთან დაპირისპირებული ცნებების ერთმანეთთან მეტნაკლებად ჰარმონიული შერწყმის. ეს არის პოსტმოდერნის ზოგადი მახასიათებელი, რომელიც სხვადასხვა სახით გვინდება. და ახასიათებს პოსტმოდერნის ლიტერატურაში, როგორც ხედავთ, ვახლოვდებით ჩვენ მთავარ სამიზნე ობიექტს დღევანდელი შეხვედრისა. Postmodernis ლიტერატურაში ახასიათებს პირველ რიგში ინტერტექსტუალობა, ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ თანამედროვე ლიტერატურა ასრულებს ერთგვარი მუზეუმის ფუნქციას. ის ინახავს, ვახსენებს და ასე ვთქვათ, ვაყარებს გარკვეული დოზით ძველ ლიტერატურას. მაშინ მოდერნისტებს. მაგრამ ამას აკეთებს არა პლაგიატის გზით, არა იმიტაციის გზით, არა ქურდობის გზით და ასე შემდეგ. ამას აკეთებს დაუფარავად, ღიად აშკარად და თამაშის ხერხის გამოყენებით. უმბერტო ეკოს აქვს ძალიან მაგარი ციტატი. ბარდის სახელის კომენტარებში თუ არ ცდები, იქ ამბობს, რომ თანამედროვე პოსტმოდერნისტი მწერლის მდგომარეობაო ძალიან გავსო შეყვარებული მამაკაცის მდგომარეობასო, რომელიც თავადაც განათლებულია და უყვარსო განათლებული ქალია და ზუსტად იცისო, რომ უთხრასო მე შემიყვარ ხარისხალი უბრალოდ გული აერევა, იმიტომ რომ ეს 1000 გზის თქმულა, 1000 სხვა პერსონაჟის ადამიანის და ვიღაცის მიერ ესეთ გაცვეთილი ფრაზა. მაგრამ ამ დროს უყვარს და რა უნდა ქნას და ის პოულობს რომ გამოსავალს ის ეუბნებაო თავის სატყოს მე შემიყვარ ხარ, ნუ როგორც სიტყვაზე რომეოს უყვარდა ჯულიეტა. სიტყვაზე ხო? ანუ ის სხვა ფრაზა არის რა მნიშვნელობა. ლაპარაკი იმაზე რომ პოსტმოდერნისტი ამ მწერალი, პოსტმოდერნისტი ავტორი ხელოვანი ცდილობს რომ ის რაღაცები რაც სხვისგან არ გადაღებულია, როგორც ეს იმას უამრავ რაღაცა აქვს სხვისგან გადაღებული. არ დამაყოს პერიფერიის გააშიშვლოს და ბადი იყოს მეტაკლებად განათლებული მკითხველისთვის. სწორედ ეს განაპირობებს ეგრეთ წოდებულ ორმად კოდირებას პოსტმოდერნისტული ნაწარმოებების. ანუ გვაქვს ორი შრე. ერთი შრე არის ყოველთვის მიმზიდველი ნებისმიერი ჯურის მკითხველისთვის, მათ შორის ნაკლებად ნაკითხი მკითხველისთვისაც, იმიტომ რომ როგორც ეს ზედაპირული შრე მიყვება კლასიკური კრიმინალური დეტექტიური რომანის ან ჰორორ ასე ვთქვათ რომანის ან საშინელებათა ჟანრის რომანის სქემას, არის საკმაოდ ისეთი დაძაბულობის ელემენტების შემცველი და არის საინტერესო საკითხი, ხება მარტივად ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე რაღაც სირთულეზე და ნორმების დარღვევაზე და გასაგები. ეს არის ის შრე, რომელიც გათვლილია ფართო საზოგადოებისთვის, ფართო მკითხველისთვის და სულიად დამართებულია, იმიტომ რომ თანამედროვე პოსტმოდერნის ავტორს უნდა რომ მისი ტიპი გაიყიდოს და მას ამოუწიოს დამატებითი სამსახურის მოძიება და იცხოვროს თავისი მწერლობით, მან ის ვალდებული იძულებულია ეს ამ ბეჭდის ხიდზე გაიაროს, მაგრამ მას სხვა ამბიციაც აქვს, მას უნდა რომ დარჩეს ლიტერატურის ისტორიაში. და აი სწორედ აი მეორე ამბიციას, მეორე მიზანს, გარდა პირველი მერკანტილური ამოცანისა ემსახურება მეორე შრე, რომელსაც რიგითი მკითხველი როგორც წესი ვერ ამოიცნობს, თუ კი მას სხვა ლიტერატურა მაინც არ წაუკითხავს. ეს არის შრე, რომელიც მთლიანად ნასაზრდოებია მომგონლობის ეფექტით და აღმოჩენებით. ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, პოსტმოდერნისტული ნაწარმოების
კარგი მკითხველი არის მკითხველი, რომელიც პროკითხულობს ტექსტს მუდმივად, პოულობს რაღაცებს, რაც ძალიან ეცნობა. და სულ აქ ვინმე ეს ხო ვიცი, ეს ხო აქედან არის. მე კიდე რაღაცას, ეს კიდე სხვა რაღაციდან არის. მე კიდე რაღაცას, ის კიდე რაღაცას აგონებს და მუდმივად ნელ აღმოაჩენს, რომ შეიძლება მთელი ტექსტი სხვა არაფერია თუ არა მისთვის კარგად ნაცნობი უკვე არსებული კლასიკური მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოებების ერთგვარი მიქსი. ხო თქვენ ყველა ვიცით რა არის რიმეიკი. ხო მართალია. რიმეიკი და პოსტმოდერნისტული ხელოვნება არის რიმეიკი თავისი. ასე მას შენ ცნობ როგორც ძველის გამეორებას, მაგრამ ეს არის საინტერესოდ გადაკეთებული ძველი და შენ ხიბლავს ერთი მხრივ ის რომ შენ ცნობ იმ ძველს და მეორე მხრივ ის ხიბლავს რომ ეს ახალი საინტერესოდ არის გადაკეთებული და გაინტერესებს როგორ იქნება გადაკეთებული კიდევ წინ. ანუ ეს უი მომენტი, გაკვირვების მომენტი არის პოსტმოდერნიზმის თანხლები ძირითადი ეფექტი. ნაწარმოებები შეგვიძლია განვიხილოთ პოსტმოდერნიზმის კონტექსტში როგორც თამაში ტრადიციას. რატო თამაში? იმიტომ რომ შეუძლებელია თანამედროვე მკითხველს მოუყვე რაღაცა კლასიკური სიუჟეტი ისე როგორც ამას აკეთებდნენ გააკეთა უკვე ვიღაც ავტორმა, ეს არ იქნება საინტერესო. თანამედროვე მკითხველი ამას არ წაიღებს. ან სიამოვნებას არ მიაჩნევს. უნდა გააკეთოს ყველაფერი ისე, რომ რაღაცა ძველი იყოს საინტერესოდ შესაძლებელი. ხო, ზუსტად ამას ემსახურება პაროდია და პასტიში და ჩვენ დღეს ნახავთ როგორ გამოიყენება პაროდია ამ მიზნის მისაღწევად. მომდევნო მახასიათებელი არის ავტორეფლექსიურობა, სახელმწიფო ლიტერატურა და ხელოვნება ხშირად გამჯის ობიექტებს თავის თავს აქცევს, ამ შემთხვევაში მე არ მაქვს სამწუხაროდ. არა, რაღაცოზით მაქვს, უნამოზე ვილაპარაკებ შევეხები ამას და გადასცემდება. და რაც უკვე თემატურ დონეზეა საინტერესო, როგორც წესი, პოსტმოდერნისტულ ლიტერატურაში ღია ფარულად თემატურად თუ რაღაცა სხვა დონეზე ხდება მარგინალურის და ცენტრალურის ურთიერთჩანაცვლება. ანუ ის, რაც კლასიკაში მარგინალურია, პოსტმოდერნიზმში ხდება ცენტრალური. და ეს ხდება ზუსტად იმის გამო, რაც უკვე აღვიწერეთ. ეს არის ეს ყველაფერი თავსდება ზოგადად დეკონსტრუქციულ კონტექსტში და იწვევს ჰიბრიდიზაციას. ის მაგალითი, რაც მოვიყვანეთ, ასევე ჰიბრიდიზაციის მაგალითი იყო. ანუ ჩვენ ვიღებთ ძალიან ბევრ პერსონაჟს, ძალიან ბევრ სიტუაციას, რომელიც თავისი არსით არის ჰიბრიდული და თავის თავში აერთიანებს კლასიკაში ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებულ პრინციპებს, ცნებებს, იდეებს და ასე შემდეგ. მოვედით თქვენს შეკრებას. აბა მიხარით რამდენი თქვენგანს აქვს შეგი ნანა? ძალიან ბედნიერი ვარ. არა, ყველა გეცინებათ. არის ხალხი, რომელსაც შეგი არ აქვს ნანახი და არც რატო ხდება ეს მულტიპლიკაცია, არის დას ხალხს თუ ტექნიკური საშუალებებზე არ მიუწვევდა ხელი თუ ძინა ბავშვობა ჰქონდა, ირიკი ძებდა ბედნიერი და რეკომენდაციის არ იყო საინტერესო. არის, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როცა შეგი ადამიანს არ აქვს ნანა. შეგი ეს გარდა შემიძლია ბევრი რაღაცის მოტანა, ხო, მაგალითად მალეფიცენტა, რომელიც გამოვიდა შაშან, ნახევრად მულტფილმია და ნახევრად აბიცი ფილმია, მაგრამ მულტიპლიკაციაც უხვად არის მასში გამოყენებული. როგორც თუ შეხედავთ მას ზედაპირულ დონეზე არაფერი საინტერესო, სრულად და არა ფილმია. თუ შეხედავთ ფილმებში, შეიძლება დაახლოებით იგივე რაღაცები წააწყდეთ, რაც გაქვთ შრეკში და ეხლა მიხვდებით რატო. რა ხასიათებს შრეკს, ხო? მოდით გაიხსენებთ ეხლა. რა ხდება იმ სამყაროში შრეკის, რომელშიც ხდება ის, რაც ხდება მერე. როგორი სამყარო? გახსოვთ, აი რით იწყება, რატომ დიდი შრეკი ამ ფილმას საძებდა? ის ჭაობის დასაბუთებული, თუ არ წარდა ჭაობი. ჭაობი რა და ჭაობზე ვის დაესხა თავს, ვის შემოიყარა? დაგიკითხავთ, ეკა ჰოფმანის პატარა სახეს წინობდა დაწოდებული, აუცილებლად გაგახსენდებოდათ ის ტექსტი ამ სიტუაციასთან მართლობაში. იქაც მსგავსი რამ ხდება. ანუ რა ხდება? ხდება ის, რომ მეფე გადაწყვეტა ყველა, ესე იგი, ზღაპრული გმირი, მეფე არის, ლორდი, ანუ ბატონი.
ყველა ეს რაპული გმირი დაიჭიროს ერთად, ანუ მოახდინოს გეტოიზაცია მათი და მიყაროს ისეთ ადგილას, რომელიც შორს არის მისი ქალაქიდან. ეს არის პირობითად ჩვენი შრეკის ჭალები და მისი სახლის მიმდებარე ტერიტორია. რა მოდელი გაქვთ? ალბათ მივხვდით, ცენტრი და მარგინალი. ცენტრი რაციონალურია და მარგინალიისკენ დევნის ყველაფერი მას რაც irraționaluri. Am შემთხვევაში ზღაპრულ პერსონაჟებს. გაგანია დერიდა გაქვთ პირდაპირ ისე ვიცოდეთ. შემდეგ რას ხედავთ? ხედავთ რომ საქმეგვარს ერთგვარ რაინდთან, ხო? შრეკის სახით, ხო? ის თავზე დამხობილი აქვს ის რაღაცა რაინდის შლემი როგორ არის ქართულად? მუზა. და მიდის ფილმის გადასარჩენად. თან ახლავს ვიდი. პირდაპირ პაროდია კლასიკური რაინდობის მოდელის, ხო? როდესაც მიდიოდეს ტანწერწეთი რაინდი, მედგარი და ვაშკაცური დიდ აიწესე ამხედრებული თავისი პრინცესას გადასარჩენად, ხო? ამის მაგივრად არის ვაიკიბაცა. ამის მაგივრად არის ჩვენი უსაყვარლესი შეკ. რომელიც ყველა ნიშანთვის დაშორებულია, ანუ ეს არის რაინდის თავდაპირა შებრუნებული რაღაცა, ან პაროდია რასაც ქვია. ზუსტად ასევე ჩვენი ეს უსაყვარლესი სახელია, ხო ისიც არის ტაიჭის, რაშის თავდაპირა დაყენებული ვარიანტი. ამ ხრივ ძალიან შორს არ არის ფიონაც. ფიონაც არ არის ის, ვინც უნდა იყოს კლასიკური პრინცესა. ფიონაც პირველივე მომენტიდან მირმოწნეობს ყვავილებს რომ დაიჭრეს ხელში რომ გაეტანჯოს ამ პრინცს და თუ გახსოვთ მთელი პირველი დიალოგი შრეკსა და ფიონას შორის როცა ცეცხლოვანი ვულკანური კოშკიდან ჩამოდიან არის ის რომ კაცო შენ უნდა ასე მოქცეულიყავი რაინდის უნდა გაეკეთებინა ეს პირველი ჩვენი წუთები უნდა ყოფილიყო ალერსითა და რაღაცით აღსავსე და მთელი ამდენია და ეს უყვეს რა თქმა უნდა და რაღაც გაბუტულია მთელი ამდენია. ანუ მან პირდაპირ ეს მულტფილმი მოდით ნაწარმოები და ეს ნაწარმოები პირდაპირ გაჩვენებს დაუფარავად იმას, რასაც ქვია ფონი, ანუ ლიტერატურული ტექსტობრივი ფონი, ანუ რაც არის კლასიკაში მოსალოდნელი, ასე უნდა ყოფილიყო და გაჩვენებს მის დეკონსტრუქციას, ანუ გაჩვენებს იმას, რომ ასე არის. მე ამას ყველაფერს სხვანაირად, ანუ ეს ყველაფერი სხვანაირად ხდება და ეს ყველაფერი ამ ტექსტში სხვანაირად იქნება. ანუ აკეთებს კლასიკური მოდელის თავდაპირა დაყენებას. თქვენ იმ მოდელს ცნობთ, მაგრამ ასევე ხედავთ, რომ ეს მოდელი დარღვეულია. ანუ ხო, და ნუ, კაი, ბოლოსკენაც რომ მივიდეთ ბარემ. ხო, ძალიან საინტერესოა კიდევ უკაც რაღაც ეს სიყვარულის ამბავი, ხო? ესე იგი ამ დრაკონი, ქალბატონის, დედოფლისკესის დრაკონსა და უჩხუნსა და მამრობისკესის მოლაპარაკე სახელდას შორის. მათ არაფერი არ აკავშირებს. ხო? ეს არის რადიკალური კონტრასტების შეწყმა. ანუ რეალურად ეს ფილმი გაჩვენებს იმას, რომ შეიძლება სრულიად სხვადასხვაგვარი იყოს ორი რამ, მაგრამ იყოს ერთად. ეს არსებითად სწორედ ის დევიზია, რაც აქვს ჩვენს ლიგამუსს. ლიგამუსი ნიშნავს ვარიანტი. ხო, მრავალფეროვნება ერთიანობაში. დაახლოებით ეგ არის ეს ყველაფერი მაგის მიმართულებით მიდის. და ასევე საინტერესოა ფიონას ტრანსფორმაცია, ხო? ფიონას წყევლა რაში მდგომარეობს, რომ როდესაც პირველად იგენებს ასე ვთქვათ ნამდვილი ჭეშმარიტი სიყვარულის ამბორს, ის იქცევა იმად, რაც ის არის სინამდვილეში. და მას გონია, რომ სინამდვილეში არის პრინცესა. ეს პრინცესი ნამდვილად მისი მიღამია, იმიტომ რომ ეს არის როლი, რომელიც მას დააკისრა საზოგადოება, რომელიც არის ყალბი და სინამდვილეში ის არის ორკი, ისეთი ზუსტად ოგრი, როგორ არის ოგრი. როგორიც არის შრეკი. და შესაბამისად ის თავის ნამდვილ მეის პოულობს ჯადოსნური ხერხებით, რა თქმა უნდა, მაგრამ მისი ნამდვილი მე არის სხვადასხვაგან. ხო, პრინცესასთან დაკავშირებით კიდევ ძალიან გენიალური ეპიზოდია, როდესაც აღმოჩნდება, რომ ფიონა მიწის ხარად. თუ გახსოვთ ეს რაღაცა, ერთად დაესმათ მათ
გზაზე თავს რომ უნდა რომ აგინჯოს ეს ფიონა რა ვიცი ვინც არის კაცი ჭამიას და წაიყვანოს იქ რა ქვია ფულის გაკეთების ვარიანტი არის ხალხად და ფიონა თავს დაიცავს და სულიად წვეთს დაამტვრავს იქ ყველას ესეც არის კლასიკური მოდელის თავდაპირველ დაყენება ანუ პრინცესა არ არის ნაზი და საწუთი და ესე იგი უსუსური არსება მას აქვს სულიად ფემინისტური ნიშნები მას შეუძლია თავი დაიცვას და საქმე აქ სულ არ ეხება უსუსურობას არამედ საქმე ეხება ურთიერთობას ხო საბოლოოდ რასაც ვიღეთ არის გმირების და ანტიგმირების სრული ჰიბრიდიზაცია თქვენ ესე იგი შერჩეულია ცენტრალურ პერსონაჟად გმირი წარმოიდგინეთ რომელიც არის არსებითად უშუალო და მე გიჩვენებენ რა შეხედეთ რომ ეს უჩხული სინამდვილეში უჩხული არ არის ხდება მისი უჩხულობის დეკონსტრუქცია გაშიშვლება ანუ ის ჩვენება რომ სინამდვილეში ეს უჩხული კი არ არის ეს ხალხს გონია უჩხული იმიტომ რომ რატომ გახსოვთ ერთ-ერთი მიზეზი გონია უჩხული ხალხს მარტო ცხოვრში იმიტომ რომ ხალხი იმიტომ რომ რა წვანი ან განსხვავებული ერთადერთი ნიშანი რის გამოც ის არის მარგინალიზებული არის განსხვავებული და ზუსტად ამას ესეთი პერსონაჟია ყოველთვის თქვენ ვთქვით რომ მოდერნისტული პერსონაჟებით ინდივიდები იყვნენ და განსხვავებული რა თქმა უნდა მაგრამ ისინი არიან მარგინალები ჩვეულებრივი შეიძლება და პოსტმოდერნიზმი აქცენტს აკეთებს პრინციპულად მარგინალებზე ანუ იმაზე ვინც რაღაცა ნიშნით არის მეინსტრიმიდან გაგდებული ცენტრიდან განდევნილი და ის ხდება ცენტრალური პერსონაჟი და აღმოჩნდება რომ აი განდევნილს თურმე აქ იმხელა პოტენციალი რომელიც თქვით ცენტრში მყოფ ლორდს ბატონს არ გააჩნია და ზუსტად ამას ემსახურება კლასიკაში მთელი ჩვენი პოსტმოდერნისტული ასე ვთქვათ ლიტერატურა ხელოვნება და როგორც ხედავთ მულტიპლიკაცია ბოლოს იმარჯვეთ მარგინალი და თუ გახსოვთ ბოლო ეპიზოდში მარგინალები ცხოვრობენ ყველანი ერთად და ბედნიერად სად? ჭაობში. ანუ არა ცენტრში, არა დიდ სასახლეში, არა დიდ რაღაცა ცენტრში, არამედ ჭაობში. რატო? იმიტომ რომ მოხდეს დეცენტრალიზაცია. ანუ იმიტომ რომ გაჩვენონ, რომ ძალიან ღირებული რაღაცები შეიძლება ხდებოდეს კულტურის ზღვარზე. ასე ვთქვათ, იქ სადაც ამას ყველაზე ნაკლებად მოდის. ჭაობში. მე მგონი გასაგებია ხო დაახლოებით რამდენად შეიძლება მოვათავსოთ და გავიაზროთ ზოგადი პოსტმოდერნისტული აზროვნების კონტექსტში. ეხლა გადავიდეთ სუნამოზე, აქ ცოტა ოდნავ უფრო რთულად არის ყველაფერი, მე ალბათ აგარკვევთ სულ რაღაც კიდევ 15 წუთს. როგორი რამდენ ხანს ძლება ხოლმე თათი ეს ეს გვაქვს დროა. რამდენიც მეტი და 50 წუთი არის ლექცია, ოი თუ არ არის დაგეგმების ლექცია არის. ხო, მოგეთ თუ ამიდან კიდევ ცოტა ხანი ბარემ სუნამოზეც გეხმეთ ორს. ხო და რომ დაიკითხავთ ამ ტექსტს სხვა რაღაცებს შეამჩნევ, რაც შეიძლება შემჩნეველი დარჩეს თქვენთვის ამ ინფორმაციის გარეშე. პირველი რაც თვალშისაცემია სუნამოს შემთხვევაში, თუმცა ამას ძალიან ოსტატურად თავს ავტორი, ეს არის ჟანრობრივი ჰიბრიდობა. რომ დაგისვათ კითხვა რა ჟანრის არის ეს ნაწარმოები და ვერ მიპასუხოთ. მასში არის სასიყვარულო რომანის ელემენტები, იმიტომ რომ ეს გრენული დაძლევს გოგოებს სულ და პრინციპში არ არის სასიყვარულო ელემენტები. სადაც სასიყვარულო ელემენტები. არა, სიყვარული არა. მისდევს, იმას უყურს ეს სხვა ეროტიკობა. სუნი რა? არა, ეროტიკობა. მოწოდება ლევას. მოწოდება. და ბოლო ორგიას პლუსენას რას უყურებს? ის არ ეკუთვნის ეს გრენუის. გრენუის ასე ვთქვათ, შექმნილი შედევრია. ხო, მაგრამ აბსოლუტურად ეროტიკული აქცენტი. კარგი, არის სასიყვარულო მომენტები, არის საშინელება. მაშინ შეშეგია შემდგომ საშინელებათა ჟანრის ელემენტები. რატო მონსტრი არ არის, არც ერთი ზებუნებრივი არსება არ დავდის ამ. და არც ის დავირას, რომ არა, მაგრამ ეს თვითონ ზებუნებრივი არ არის, ის მინიჭიც და ეს რაღაცა. რატო
ოკეი, აქ განვითარების რომანის ელემენტები, იმიტომ რომ შევხედავთ ერთი პერსონაჟის განვითარებას ბავშვობიდან მოწიფულობამდე, მის გარდაქმნას და ჩამოყალიბებას რაღაცა ტიპის ადამიანებს. არტისტული ან სახელოვნებო რომანის ელემენტებსაც ხედავთ, იმიტომ რომ გარკვეული თვალსაზრისით მისი საქმიანობა ოსტატობას მოითხოვს და შეიძლება ხელოვნებასთან გაიგინდეს. დეტექტიური რომანის ელემენტები აქვს, იმიტომ რომ ნაწარმოების მეორე ნაწილში ჩნდება აი ყველაზე ჟღალთმიანი გოგოს მამის ფიგურა, რომელიც არის ერთგვარი დეტექტივი და მიხვდება ინტუიციურ განახებს, რომ ეს მკვლელი, რომელიც ვინაობაც არავინ არ იცის, დასდევს აშკარად ამ და ამ ტიპის გოგოებს და შესაბამისად მისი ქალიშვილი აუცილებლად სამიზნეში ექნება უკვე და შესაბამისად ცდილობს გადაარჩინოს თავისი ქალიშვილი და აქვს კრიმინალური რომანის ელემენტებიც, იმიტომ რომ ჩვენ თავდაპირველად ვხედავთ, რომ ეს გრენუი მკვლელია და ასეთად მას მისდევს და ვხედავთ, როგორ იქცევა კრიმინალი. დიდი მიქსია, შეიძლება რაღაცა გამორჩა კიდევაც, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ შეგვიძლია ნახოთ, ვისაგან წაკითხავს. რა კარგია, მიხარია ძალიან. ესე იგი თქვენ მომზადებულები დანარჩენებისაც არ წაკითხავთ, მომზადებულები წაკითხავთ ამ ტექსტს და დააგროვებთ ამ მომენტებს და ალბათ უფრო დიდ სიამოვნებას მიიღებთ, ვიდრე თუ წაიკითხავთ მომზადების გარშემო. მეორე მახასიათებელი არის ინტერტექსტუალობა, ასევე ძალიან თვალსაჩინო, თუმცა ადამიანი, რომელსაც არ წაუკითხავს მაინდა-მაინც თუნდაც გერმანული კლასიკა, შეიძლება ამ მინიშნებების ამოკითხვა გაუჭირდეს. აქ არის მინიშნებები ჰოფმანის პატარა სახეზე, არის შამისოს პეტროსლემიზე, რომელმაც შვილი დაკარგა, აქ არის თქმულება კასპარ ჰაუზერის შესახებ, რომელიც ალბათ რეალურ ფაქტებზეა დამყარებული. კასპარ ჰაუზერი არის ადამიანი, რომელიც განმოცემის მიხედვით სრულად გაბანჯულულ მდგომარეობაში გაუგანელი და ჩამოხლული განსაცმელში გამოწყობილი იპოვეს სადღაც მე მგონი მე-17 საუკუნეში შეგვეშლება მაპატიეთ, მაგრამ იპოვეს, ის იყოს დასრული, ვერ დაგვიდეს ვინ არის, იმიტომ რომ არ იცოდა ლაპარაკი, ერთ-ერთი რაც ივარაუდეს, იყო ის, რომ ის არის ვიღაცის მემკვიდრე და ვიღაცამ ოდესღაც მოიტაცა და ეხლა როცა უკვე გვიანი იყო, ის უბრალოდ დააგდეს სადღაც ქუჩე გზაში, ასე ვთქვათ. და ის გაიზარდა სრულად ადამიანებისგან იზოლაციაში, ამიტომ არც ლაპარაკი იცის, არც არაფერი დანარჩენი, რაც ადამიანის ცხოვრების ნაწილია, ხო? გრენუის შემთხვევაში პარალელები მე მგონი ჩვენთვის უკვე აშკარაა და ვინც აკითხავთ, ამასაც გაიხსენებთ. მითი ორფერსის შესახებ. აბა სად არის მითი ორფერსის შესახებ? თუ მიხვდებით. ვისაც წაგიგით. მითი ასრულებს ორფერსის სიცოცხლეს. მოტის ცოლზე მე ვაპარაკობ. არა, ეს მომარები ორფერსი რომელიც მეუკლეც გველის ნაკრებმა ისწორა. ხადესში ჩადის. მაგრამ ერთი ვერსი ბაქი ქალები დაგლეჯენ მას. ოკეი. ვინ არის ორფერსი? ორფერსი არის ანტიკურობის ყველაზე დიდი ხელოვანი და მუსიკოსი, რომლის ჰანგებებზე ცხოველები ტვინიერდებოდნენ, ადამიანები ტურნებოდნენ და სასწაულები ხდებოდა. ორფერსი თავის სიცოცხლეს ამთავრებს იმით, რომ ბაქში ქალები მის სხეულს ფიზიკურად დაგლეჯენ. რითი მთავრდება ზუსკინის უნამო, თავდება იმით, რომ ჟანგატის გენუი მივა იმ ადგილას, სადაც ის დაიბადა, ეს არის სასაფლაოს თარგმანს არა, მაგრამ ბაზარში ბაზარი. სასაფლაოს მომენტია, სადაც ბომჟების ხედან ხალხი არ არის, ეს ბომჟები, მარგინალები არიან და გადაისხამს თავზე თავის უნამოს მთლიანად, რის შედეგად მოხდება საოცრება და შედეგი არის ის, რომ გრენუი ქრება ფიზიკურად, მისი არც ერთი ნაკვთი და ნაგლეჯი არ რჩება ადგილზე. აქ არის ბიბლიაზე ალუზიები, ალბათ მიხვდებით საიდან? განხილულში. ქრისტეს აღდგომი. თუ გახსოვთ, როდესაც გრენუი სასამართლო უნდა მოეწყოს და
რენი ჩამოდის ეტლიდან მას ჯერ თუ კურთხევრად აწვდა ძალიან გამოყრანჭულია და ერთხელ აქმნებს სუნამოს თავის სახლს რომელიც იმ სუნამოთია გაჯერებული და ეგ რა მოხდება დიდი ორგია ის ძალიან გავს ქრისტეს ჯვარცმის მომენტს უბრალოდ ქრისტეს ჯვარცმის პაროდია ანუ იმის მაგივრად თუ ანდური ყოს თავარი პერსონაჟი ასე ვთქვათ ჩვენ ხედავთ იმას რომ პირიქით რატოს არანაირი ტანჯება პირიქით ყველა განსხვავებაშია მაგრამ ის გადარჩება და უფრო მეტიც შეძლებს რომ დაარწმუნოს ხალხი თავის სიძლიერეში და თავის გავლენა ზებუნებრივი ასე ვთქვათ მოახდინოს ადამიანებს ნიჩე ზარათუსტრა ეს არის ზუსტად გამოქვაბულის მომენტი როცა გამოქვაბულში რაღაცებს განიცდის კარგეთით რას და მერე არის პირდაპირ ფრაზა ლამის ციტატია ამოღებული ზარათუსტრიდან მან გადაწყვიტა ჩასულიყო ბარად და ემოძღვრა ადამიანები ეს არის პირდაპირ ნიჩე ზარათუსტრა ალბათ კიდევ ბევრი ძალიან და ალბათ ეს ბევრს აღმოაჩენთ კიდევ გენიალობა არის ის რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან ისე ბუნებრივად არის შერწყმული რომ თქვენ ამას საერთოდ ვერ იგრძნობთ ან ასეთ არ არის ციტატის წყარო დამოწმებული და შეგიძლიათ უჩიბოთ პლაგიატს ზუსტით თუმცა არ არის საჭიროა იმიტომ რომ პოსტმოდერნიზმი ანუ ისინი არ მალავენ იმას რომ შენ თუ ვიცი ხარ და უციგნური ამას ვერ მიხდები და რა პრობლემაა თუ ციგნიერი ხარ ეს ყველაფერი სიამოვნებას მოგაჩნია ანუ პრობლემა არის კაი ეხლა ცოტა სერიოზულ რაღაცაზე დავდევალებოთ ეს არის ის რომ ის რაც მე და თინათინმა მოვასწავლით დავა როგორც ძველ ბედნიერ დროს ესე იგი ეს არის საკითხი მის შესახებ რა არის სუნამო და ამაზე შეიძლება ძალიან ბევრი სხვადასხვა ვარიანტი არსებობდეს სუნამოს სახით ზუსტმა აშკარად მიაგნო უნივერსალურ სიმბოლოს რომელიც შეიძლება ჩაიტვირთოს სხვადასხვა მნიშვნელობით ერთი მნიშვნელობა რომელიც შეიძლება დავინახოთ სუნამოში ეს არის პირდაპირ დაკავშირებული ლიოტართან ეს პირდაპირ დაკავშირებული ასე ვთქვათ ბოდრიართან ლიოტართან ბოდრიართან სიმულაკრის თეორიით სახელობ ეს არის ის რომ სურნელი არის დაახლოებით იგივე ფუნქციის და ძალაუფლების მატარებელი რაც თანამედროვე ჩვენს სამყაროში მედია სუნამოს შემთხვევაში თუ მედია გააქვს და მედია საშუალებას მაგრამ შეგვიძლია მართო საზოგადოება ანუ გაჩვენებს მედიების ძალაუფლებას და გავლენას თანამედროვე სამყაროში ეს ერთი ინტერპრეტაცია იმიტომ რომ მთელი ეს ეპიზოდები ასე ჩვენ ხედავთ ხო რომელთაც ეს ადამიანი ახერხებს რომ დაიქვემდება რა სხვა ადამიანებთან ყველაფერი ტყუილია არც ერთი სურნელის უკან არ დგას ნამდვილი ადამიანი, ნამდვილი ემოცია, ნამდვილი იდენტობა. ყველაფერი არის კონსტრუირებული, ხელოვნურად შექმნილი ამ ბენვის მიერ და აი სასწაული ის არის, რომ სწორედ აი ხელოვნურით ახერხებს ნამდვილი ემოციების გამოწვევას და ნამდვილი დამოკიდებულებების აღძვრას ამ ადამიანებში. ეს ერთი ინტერპრეტაცია. ინტერპრეტაცია ნომერი 2. სუნამო შეიძლება აღვქვათ როგორც იდენტობის თანამედროვე სამყაროში ზუსტად ისე როგორც ყველაფერი დანარჩენი რეალობის სურათიც ასევე კონსტრუირებადი აღმოჩნდა იდენტობაც. თქვენ შეგიძლიათ დაიბადოთ თეთრკანიანად და გახდეთ შავკანიანი, დაიბადოთ ქალად და გახდეთ კაცი, უზანოვი და მისი ჯანი, გქონდეთ კეთიანი ცხვირი და გაისწოროთ, არ გქონდეთ თმა და გადაინერგოთ, იყოთ ქართველი და გახდეთ გერმანელი, იყოთ ბუდისტი და მერე გახდეთ მაჰმადიანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღეს ყველაფერი ის რაც არის წესით იდენტობის წახნაგები აღმოჩნდა აბსოლუტურად არჩევადი და თქვენ შეგვიძლია თვითონ აირჩიოთ და თქვენ მივიდივართ იგივე ლამის სხეულიც კი შეგიძლიათ თვითონ აირჩიოთ და სხეულის ფორმებიც კი შეგიძლიათ თვალისფერით დაწყებული ის ფორმებით დამთავრებული არსებობს რაღაც შექმნილი და უბედურებად ხო აი
შემაპატიეთ, ხო, თუ ვიღაცას უგიერი რაღაცა გამოვიდა, მაგრამ ვერ ვეკვრა. ხო, ამ ყველაფერს თქვენ შეგიძლიათ თვითონ განსაზღვროთ თქვენი იდენტობა. ზუსტად ამაზეა ნაწილობრივ ეს ტექსტი ასევე, იმიტომ რომ გაჩვენეთ, რომ გრენვი, რომელიც არის ცარიელი ადგილი, მას სულიც კი არ აქვს თავისი იდენტური, ხო, იდენტობის ამსახველი ცენტრალური ელემენტი, რაც არის სული, რომელიც განუმეორებელი, მას არ აქვს. ამ მხრივ არის ფანტასტიკური, ნამდვილად გეთანხმები. თუმცა მაგაში არაფერ საშინელება არ არის, რა მოხდა ადამიანი უსულო. რა საშინელება? ვერ ხედავს, ვერ ამბობს. ხო, ვერ ხედავს, ვერ ამბობს. და ეს გრენვი თვითონ იგვის იდენტობას და ყველაზე მაგარი რა არის? ის იცვლის იდენტობას. გაჩნია როდის რა უნდა, თუნდა მაინდამაინც არ გამოჩნდეს ვიღაცასთან, ისე სულს იპყრობს, რომ ვერ ძრჩავაროს ვიღაცას ვერ აღშენებს. თუნდა რომ გამოჩნდეს როგორც ჰერცოგი, ისეც იპყრობს, რომ დიდგვაროვანი ეგონოს ყველას. თუნდა რომ ყველას უყვარდა, შესაბამის სულს იპყრობს, ასე შემდეგ. მას შეუძლია თავისი იდენტობის მართა. ეს დაახლოებით ის მდგომარეობა, რაც სიმულაკრების ეპოქაში აქვს ყველა ჩვენგანს, უნდა თქონდა გარკვეულ სასწავლო მაგრამ მესამე ინტერპრეტაცია. სუნამო მეტი არ არის უგეშინია და ნუატეხავთ მტკნარებას დავასრულებ. ახლა ესე იგი მესამე ინტერპრეტაცია სუნელი შეიძლება ავიქვათ ზუსტად როგორც გითხარით ერთ-ერთ სლაიდში ავტორეფლექსიურ სიმბოლოდ თანამედროვე პოსტმოდერნისტული ხელოვანის. თანამედროვე პოსტმოდერნისტული ლიტერატურის. რატო? სუნამო რა არის? როგორი არის სუნამო, რომელსაც ჩვენი ჟან-ბატისტ გრენვი ქმნის. ხო, უკაცრავად, მაგრამ შექმნა პარალელისთვის გრენვი იცით ფრანგულად რას ნიშნავს? ბაყაყს. მივხვდით სანამ შექმნა მსგავსებები, გარდა იმისა, რომ ესეც მარგინალური გმირია და ესეც უსუნო გმირია და ასე ვითარ მონსტრია და ასე შემდეგ. და ესეც ცხოვრობს, დაიბადება სარიცით, დაიბადება აზრობის უდინზურეს დახელქვეშ თემზის აპროლებულ გარემოცვაში და რაღაცა საოცარი ხო ანუ ეს არის კლასიკური ესეთი სცენარი ასე თქვა მარგინალური პერსონაჟის თავისი გზით მაგრამ ხარჯი აღარ გამოვიდა რომ შექმნის მსგავსია ძალიან ბევრი რაღაც ერთ-ერთ მესამე ინტერპრეტაცია სუნელი შეიძლება გავიგოთ როგორც ხელოვნების თანამედროვე პოსტმოდერნისტული ხელოვნების სიმბოლო იმიტომ რომ ეს არაფერია თუ არა არსებული სულების ნაერთი კომბინაცია და მისი მშვენიერება ანუ ცალ-ცალკე სულელები კი კარგია მაგრამ იმ ეფექტს არ წარმოქმნის რასაც წარმოქმნის ის ერთად აღებული და თანამედროვე პოსტმოდერნისტული ხელოვნების ხიბლი თუ ასე წავიკითხავთ ამ ტექსტს არის ზუსტად ის რომ ის არის ნაერთი ყველაფერი ძვლის და ძალიან ცუდ რაღაცას უკეთებს ლუსკინი როგორც ავტორი ყველა სხვა ეპოქის ხელოვანებს. თქვენ თუ დააკვირდებით, ტექსტში არის კიდევ ორი ხელოვანი. ერთი მხოლოდ ნახსენებია და მეორეს კარგახანი უყურა. ერთი არის ბალდინი, რომელსაც ფილმში ჰოფმანი თამაშობს, ფანტასტიკური ბალდინია, მაგრამ ის გახსოვს ტექსტში პირდაპირ წერია და ფილმშიც გადაჭრეს. ეს არის ხელოვანი, რომელიც დეგრადირდა რატო? იმიტომ რომ წესებს მიყვარს. ჩაკრეტილია, ზუსტად ისე როგორც შუა საუკუნეებში იყო. მისთვის წარმოუდგენელია რაღაცასთან შეერვა, თუ ეს რაღაც იქში არ წერია. და გრენვის ექსპერიმენტები აღიშვებს სრულად, ხო? ეს არის კლასიცისტური ხელოვნების სიმბოლო, ხო? ერთგვარი კლასიკური ხელოვნება და ნაჩვენებია, რომ ის სახს წაიღებს დინანი, იმიტომ რომ მას არ წერია მომავალი, არაფერი მომავალი არ წერია. ეს იყო ციტატი, მოროტი ციტატი, ინტერტექსტუალობა ყოველდღიურ მეთოდებში. მეორე ხელოვანი არის ნახსენები, ეს არის ღმერთის სახელი გამახსენე ბალდინი და მეორეს ერქვა, ну ამ შემდგომ ჯუჟუნა. მეორე არის ის, ვისაც ბალდინი სულ ერჩის, იმიტომ რომ ყოველ წელს, ყოველ სეზონზე ახალ სცენარს შვებს. ეს არის პირობითად მოდერნისტი ხელოვანი, რომელიც ისტორიულად ახლის შექმნაშია და რაღაცა. მას რა ბედნიერება არ გვაჩვენებს ტექსტი, ალბათ არ ვიცი და ამაზე ვერ ვისპეკულირებ. და ბოლოს არის პოსტმოდერნისტი ხელოვანი, რომელიც ახლა თქვენ გასვამთ კითხვას, რას უკეთებს პოსტმოდერნისტულ ხელოვნებას ზუსტი? კაც არა. იმიტომ რომ რასაც გაჩვენებს არის ის, რომ ეს არის აფეთქებასავით. საოცარი ეფექტის მომხდენი, ძალიან ეფექტური გავლენიანი რამ, მაგრამ ხელოვნება, რომელიც
ხრება თან როგორ უკვლავ. ანუ ზუსკინდი თავის გმის კი არ კლავს, მას აკვრავს ფიზიკურად და ბოლოში რასაც ხედავთ არის ის რომ ის აღარ მისი კვალიც კი არჩება არც ერთი სუნამო მისი გაკეთებული მისი ნაწილი არაფერი რაც მან გააკეთა და არც თვითონ არჩება. ანუ ეს არის ჩემი თეზისი რომელიც აღიწერებასაც ვაპირებ რამდენი წელიწადი პროექტის ფარგლებში, მაგრამ მე მოახერხე იმედია სანამ მოვკვდები მოახერხე პოსტმოდერნისტული ხელოვნება ცდილობს გაჩვენოთ ხელოვნების აღსასრული გარკვეული სახე. რამდენ თვითკრიტიკულ უკას ემსახურება ეს თუ სულ სხვა რაღაცებს გამოხატავს ამაზე შეიძლება კიდე ცალკე ბევრი ვიშოთ, მაგრამ ეს არის ნამდვილად ერთ-ერთი საკითხი. და ბოლო ალბათ რასაც მინდა მიგანიშნოთ თუ დააკვირდებით იმ პერსონაჟებს ვისთანაც ეს გრინი ხდება თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ყველა მათგანს დაჩვენებული აქვს ემოციები. ალბათ სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ისინი ახერხებდნენ გეროლდრემისთან ურთიერთობას, თორე ალბათ გაიქცეოდნენ საერთოდ მოკლავდნენ. ხო, იქ არის ვიღაცა მადამი, რომელსაც ქმარმა ჩაარტყა ოცხოში რაღაცა სანამ მოკვებულდაო და საერთოდ ვერ იკნოსავს ვერაფერს. და ისეთივე უემოციო იყო, როგორც კნოსვა არ ქონდაო. იქ არის, მოკლედ, ბევრი პერსონაჟი არის, ესეთი ყველა მათგანს აკრია ემოციები. და ერთ-ერთი რასაც გაჩვენებთ ეს ტექსტი და ნიშანდობლივია რომ მისი მოქმედება სწორედ მე-18 საუკუნეში ვითარდება გაგანია განმანათლებლობის დროს როცა რაციონალიზმი ასე ვთქვათ ძლავრდება და იფრობს ყველაფერს ადამიანების აზრებას ის გვაჩვენებს იმას რომ თანამედროვე სამყაროში პოსტგანმანათლებელ სამყაროში ემოციები აღარ არსებობს ადამიანები დაინიან ემოციებიდან სიძველეობებით, მხოლოდ რაციონალობით და მხოლოდ პრაგმატულობით და ხელოვნებას აქვს ერთი კონკრეტული ფუნქცია. ის ქმნის ხელოვნურ ემოციებს. ის ცდილობს განახორციელოს ემოციების განაკლისის კომპენსაცია, ემოციების ჩანაცვლება ხელოვნური ემოციებით. და თქვენ გაიცნოთ თქვენი ბებიები, რომლებიც ტირიან ცხარეცხემლებით მექსიკური სერიალების შემთხვევაში, თქვენ მიხვდებით რაზეა ლაპარაკი. ლაპარაკი იმაზე, რომ თანამედროვე ხელოვნება მთლიანად თანამედროვე ხელოვნება მეტყველად ჩაანაცვლა ემოციები, რომელიც წესით ადამიანს უნდა ჰქონდეს ცხოვრებაში. და ეს მოხდა არა იმიტომ, რომ ხელოვნება არის ბოროტი, არამედ იმიტომ, რომ ემოციები თავისთავად გაქრა ჩვენი ცხოვრებიდან დამხელ ხელოვნების ფუნქცია ნამდვილად მისასალმებელია ეს ცდილობს ადამიანს დაუბრუნოს ემოციური განცდება. რა უყოთ, რომ ეს განცდები ხელოვნური. სულ ეს იყო ძალიან დიდი მადლობა ყველას. აბა კითხვები თუ გაქვთ, იცი რა მაინტერესებს, აი ხა ლაპარაკობ ემოციურობაზე, რაც მახსენდება, ცოტა ვიხდი დავიკითხე, მაგრამ რაც მახსენდება, ეს მსხვერპლი ვინც გახდება და რაც იზიდავს, ეს არის სწორედ რაღაც განსხვავებული ტიპაჟები არიან, ერთმანეთს არ გვანან და არიან რაღაც სიცოცხლით სავსეები, ანუ ვისაც კლავს არსუნალოს გამო. გოგოები, ხო. რაღაც არის მოქმედებაში არის, მივად ემოციებიც აქვს, ერთ-ერთის ისეთ როგორც მახსოვს რაღაც. მოკლედ გამოხატავენ ამ ემოციებს და გამეყვა რაკეთა ავტორმა, რომ დაახშო ეს ემოციები სწორედ ამ უკულებობით. მე მგონი პირიქით, მან შეაგროვა. ხო, შეაგროვა, მაგრამ ხო გაქრა. ბოლოს გაქრა, მაგრამ გაქრა უკვე როგორც ხელოვნების ნაწილი. ანუ ზუსტი ერთგვარად თავაზობთ მექანიზმს იმის აღწერას იმისა, როგორ იქმნება თანამედროვე ხელოვნება. ის იქმნება ამოყრებით. ამოგრიჯა სხვადასხვა მაგარ რაღაცას და ხმის ძალიან მაგარ სინთეზს. და მე ხამხობას გამოვა ეს უკვე ბოლოტია. მაგრამ საკუთარ ხოისა ხო არ გაყოფილდება. რაღაც მაგარსო გაკეთებს, ხოლმე ძალიან მაგარია, კიდევ უფრო მაგარია. რა თქმა უნდა, იყო ყველასთან ამბიციურია და წინ მე შეგეკითხები ეს გოგოები ალბათ არის ის მცირე გამონათებები ემოციების რომელიც ამ ხატვის არის მაგრამ გაიცემა ისინი ძალიან იშვიათი მასობრივად აი გიმათ პერსონაჟი ამასიდან გუმჟებიდან როგორც ჩანს რომ გამოირჩევა მოქმედებს ცოცხალია ის ხდება მისი ობიექტი აქ არის აქცენტი იმას რომ ძალიან ლამაზია ან აქ საოცარია ან კერდი
ეს იტანცებს მას. ემოციები. ეს ღალით მას სხვა დაგხვით, აი და არა თქვა ეს სექსუალური. Yes, აი მითითება. კიდე კითხვა. ხო, მე შეგიძლია. მე ძალიან თუ გავჩეკე ჯერ არა, ხაბადასვი. შეთქვი რომ ბუნებაში დაეჭვება. და რამდენად არის ეს პოსტმოდერნული ანუ ნიცშე ნიცშე კანტი მაგრამ პლატონს არ აქვს ხო ანუ მუდმივი დაეჭვება გონებაში და გონების სასწორადებაში რამდენად სწორია სახელდება ცნებები სადაც სწორად აღწერს ჩვენს სამყაროს დასაშენებას გონებაში დაეჭვება თქვენ ძალიან ახალი არ არის თუმცა კანტსა და ნიცშეს შორის ბაბუაჰეგელი იყო რომელსაც ღმერთს წამდა ესე იგი თეორიის და ეგეთი რაღაცების ხო გეკახმები იმაში რომ დერიდას მამა იყო ნიცშე და მასაც არ ვარყოფს და არც მეორე და ეს არის შემთხვევით ანუ ნიცშეს იწყება მე-20 საუკუნე როცა ვამბობთ ამას რომ ნიცშეს იწყება მოდერნიზმით და პოსტმოდერნიზმით კი ბატონო აბსოლუტურად გეთანხმები მაგაში ის იდეები მე კიდე სხვა მიმართულებით ვითარდება ну იცით რა არის კიდე ძალიან რადიკალური პოზიცია და პოსტმოდერნისტული იყო ბაროკოს ხელოვნებით მაგრამ ну აქ პრობლემებია გარკვეული იმიტომ რომ მაშინ პლატონის პოსტმოდერნისტი აღმოჩნდება მაშინ ცნება დაკარგავს არის ოკეი ალბათ ითქვამი აზრები მოიხიბეთ პოსტმოდერნიზმის თუ ვერ კაი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას